დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე და ჩვენს განუყოფელ ურთიერთობაზე გარემოსთან. სხვაგვარად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გარემოსი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ ადამიანი არა უბრალოდ ბიოლოგიური მწვერვალია ნებისმიერ ბიოლოგიურ პირამიდაში, არამედ ის არის პასუხისმგებლობით ახსავსე ბიოლოგიური არსება, რომლის არსებობა მხოლოდ სხეულით არ შემოიფარგლება და ჩვენი ინტელექტი არის ჩვენი დამხმარე და ზოგჯერ ჩვენი მტერი. განსაკუთრებით, როდესაც გარემოსთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ადამიანის გადაწყვეტილებები ზოგჯერ საბედისწეროა გარემოსთვის და გარემოს ცვლილებები საბედისწერო ცვლის ადამიანის ჯანმრთელობას. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენი ხელით შექმნილ პროდუქტებზე და დღევანდელი ჩვენი სიახლე ამას ადასტურებს. Science Reports აქვეყნებს ძალიან მნიშვნელოვან კვლევას, რომელშიც მითითებულია, რა შეიძლება მოხდეს მიკოპლასტიკით გარემოს მასობრივი დაბინძურების შემთხვევაში, ოკეანის მასობრივი დაბინძურების შემთხვევაში, მასიური დაბინძურების შემთხვევაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა მასიური დაბინძურების გათვალისწინებით აქვს მიკოპლასტიკის ცალკეულ ნაწილაკებს, რომელიც აღმოჩნდა უამრავი პარაზიტის გადამტანი ოკეანეში. ახლა ეს წარმოუდგენლად გვეჩვენება, მაგრამ ფაქტი უკვე კვლევით დადასტურებულია. ჯერ კიდევ 2010 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია მოლუსკებით ადამიანების მოწამვლის შემდეგ, რომ დაავადების მიზეზი იყო არა ზღვის პარაზიტი, არამედ ხმელეთის პარაზიტი. მაშინ ეს ცოტა გაუგებარი იყო, მაგრამ უკანასკნელი კვლევებით დღეს უკვე ნამდვილად ვიცით, რომ მიკოპლასტიკით ჩვენ მოვახერხეთ და ოკეანეში გადავიტანეთ სულ ცოტა 3 პარაზიტი, რომელიც შემდეგ წყლიდან ისევ ჩვენს ორგანიზმში ხვდება. ამიტომ ჩვენ შევკარით ის მანკიერი წრე, რომელიც დაიწყო ჩვენი დამსახურებით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისევ ჩვენივე დამსახურებით, ჩვენი გონივრული გადაწყვეტილებებით მაქსიმალურად განეიტრალდება. ყოველ შემთხვევაში, დღეისათვის უკვე დადგენილია, მიკოპლასტიკი არა უბრალოდ მექანიკურად აბინძურებს ოკეანეს, არამედ მიკოპლასტიკს გადააქვს ცოცხალი ორგანიზმები ოკეანის პირობებში ხმელეთიდან, სადაც მათთვის გარემო უჩვეულოა, მაგრამ გავლენაც, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე ოკეანიდან ხმელეთზე დაბრუნებულ პარაზიტს შეუძლია, ასევე უჩვეულო შეიძლება აღმოჩნდეს. ამა თუ იმ თემაზე საუბრისას ჩვენ ვცდილობთ ყოველწლიურად გაგიზიაროთ რა აქვს დაგროვილი კაცობრიობას გამოცდილების სახით და რა აქვს მტკიცებით მედიცინას სათქმელი. და განსაკუთრებით ვაფასებ ასეთ ტრადიციებს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რეტროსპექტულად მივადევნოთ თვალყური მოვლენებს. უფრო მეტიც ჩვენ ვინახავთ არქივში რა დააგროვა გამოცდილებამ და რა გვაჩვენა გამოცდილებამ, მაგალითად გასულ წლებში და რა იცვლება რადიკალურად მიმდინარე წელს ან უახლოეს მომავალში. ეს განსაკუთრებით ადვილად შესამჩნევი და სწრაფად შეცვლადია ისეთ თემასთან მიმართებაში, როგორიც გახლავთ გარემო. და გარემოს გავლენა ადამიანებზე იმაზე მკვეთრი აღმოჩნდა, გარემოს ცვლილება იმაზე სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე ყველაზე წინ დახედული პროგნოზებით გვეუბნებოდნენ და ვიდრე ყველაზე არაოპტიმისტური პროგნოზებით გვეუბნებოდნენ. თუმცა არის თუ არა ეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისთვის უკვე ძალიან საყურადღებო, ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი ქალბატონი ნია გიუაშვილი. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. ქალბატონია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტრადიციებზე, მე მხედველობაში მაქვს არა უბრალოდ თემაზე საუბარი, არამედ ჩვენი ტრადიციული შეხვედრები, როდესაც ჩვენ გვაქვს საშუალება თქვენ, როგორც დარგის ექსპერტს, მოგისმინოთ ყოველწლიურად და დავსვა მე კითხვა, რომელიც არ ჟღერს სასიამოვნოდ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ პასუხი ამ კითხვაზე. რას თვლის თანამედროვე მეცნიერება და რაც მთავარია მედიცინა ადამიანისთვის ყველაზე სახიფათოდ და ყველაზე საყურადღებოდ, საპასუხისმგებლოდ ჩვენი განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე გარემოს მხრიდან გამოწვევის სახით. ანუ რა ხდება ისეთი გარემო ფაქტორების შორის, რომელთაგან, რა თქმა უნდა, ბევრი მოქმედებს ჩვენზე შესაძლოა ნეგატიურად, მაგრამ განსაკუთრებით მწვავედ რომელი პრობლემა დგას თანამედროვე მსოფლიოსთვის.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ყოველთვის დიდი სიხარულით მოვდივარ თქვენთან, რათა ვისაუბროთ ამ თემაზე, გაზაფხული მოვა თუ არა, გარემო გაიღვიძებს თუ არა, მაშინვე ეს პრობლემები დაგვაფიქრებს ხოლმე გარდა იმისა, რომ მომხიბლავია, რა საშიშროება აქვს ამ ყველაფერს ჩვენთვის. გარემო, რომელიც არის ადამიანისათვის სასიცოცხლო არეალი. რაზე მოქმედებას ახდენს თავად ადამიანი გარემოზე, როგორ ცვლის მას და შემდეგ გარემო როგორ პასუხობს დიდი სტრესით მის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის თვალსაზრისით. რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ძალიან საბურის მოძღერს უკვე თქვენი ფრაზე. ნიშნულოვანი გაუმჯობესება არ ჩანს. პირიქით, საუბარი ეხლა ყველაზე უფრო ხმამაღლა არის სამ ძირითად მოვლენაზე, რომელიც არის ძალიან საშიში ადამიანის ჯანმრთელობისათვის და გარემოსთვის ზოგადად. ეს არის პირველ რიგში გრადი და ძალიან ინტენსიური დაბინძურება გარემოსი. სხვადასხვა ტიპის ნივთიერებებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქიმიური დაბინძურება, რომელსაც აქვს უაღრესად მზარდი ტრენდი და 2030 წლისათვის ქიმიური ნივთიერებების ის რაოდენობა, რომელიც იყო მანამდე გამოყენებული ინდუსტრიაში, სხვადასხვა ტიპის არეალებში, გაორმაგდება და ეს ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი რამ აი ამ დაბინძურების გამო გახლავთ ბიომრავალფეროვნების შემცირება. სულ უფრო ხშირად და სულ უფრო დიდი ინტენსივობით ქრება სხვადასხვა ტიპის ჯიშები, რომლებიც განაპირობებდა გარემოს სიჯანსაღეს, მის მრავალფეროვნებას, მის საწვდომობას ამა თუ იმ სახის რესურსებისა. და მესამე, და რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ეს არის კლიმატის ცვლილება, რომელიც ამძიმებს, ინტენსიურს ხდის ამას ყველაფერს და ზემოქმედების თვალსაზრისით ხდება იმგვარი, რომელიც მხოლოდ ადაპტაციის და ზიანის შემცირების ღონისძიებებზე დაფიქრების იძულებას ახდენს. ეს უკვე შეუქცევადი პროცესია, ყველას ძალიან კარგად გვესმის. მარტში, თბილისში გქონდა 30 გრადუსი. ეს რეალიებია ჩვენი. და შემდეგ უარყოფითი ტემპერატურა. აი ეს ცვალებადობა თბური ტალღებისა და ცივი ტალღებისა, მათი მაგნიტუდის თანდათანობით დამძიმება, სიხშირის გაზრდა, ინტენსივობის და ხანგრძლივობის გაზრდა, გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც აქვს ჯანმრთელობას, რომელიც აქვს გარემოს და რომელიც ჩვენს ასე ვთქვათ, საარსებო გარემოს ხდის იმგვარს, რაც გვაიძულებს კარგად დავფიქრდეთ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც უნდა შეამსუბუქოს, ადაპტაცია მოვახდინოთ ამ პირობებისადმი და ეს ვაქციოთ თანაც ძალიან მდგრად, კარგად გააზრებულ, კარგად დაფინანსებულ, კარგად მონიტორირებად მოვლენად, რათა შეგვეძლოს ვისაუბროთ შემდგომ რისკებზე, იმიტომ რომ სიურპრიზები მათ შორის არის და ეს სიურპრიზები უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ მათ. სიურპრიზები, რომელიც სავარაუდოდ გახშირდება. და რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, იმიტომ რომ თქვენ ჩვენს გადაცემაში უამრავ ფაქტორზე გისაუბრიათ და მე ძალიან კარგად მახსოვს თქვენი საუბარი თუნდაც ისეთ გარემო კომპონენტზე, როგორიც არის ხმაური, რომელსაც ძალიან სერიოზული გამოხმაურება ჰქონდა შემდეგ მაყურებლების მხრიდან, მაგრამ თქვენ მიერ დასახელებული სამი ფაქტორი დავტოვოთ დღევანდელი ჩვენი საუბრის მთავარ თემად და ხაზი გაუსვათ ალბათ იმას, რომ ეს ეხება ყველას. დედამიწაზე ამ მომენტში მცხოვრებ ყველა ადამიანს და ადამიანები, რომლებიც უახლოეს პერსპექტივაში, უახლოეს მომავალში ამ პლანეტაზე იცხოვრებენ. ეს არის რეალობა მზარდი რისკებით და ზოგჯერ საკმაოდ ბევრი სიურპრიზით, როგორც თქვენ ბრძანეთ, ანუ მოულოდნელობებით ახსავს. მაგრამ თუ ჩვენ ჯანმრთელობის ენაზე ვთარგმნით, რასაკვირველია,
ეს განზოგადებულად ადამიანებს ესმით და თითქოს შორს არის გოჩვენება, რომ ეს პირადად ჩვენ ჯანმრთელობას არ ეხება. როგორი თარგმნება ეს ყველაფერი ჯანმრთელობის ენაზე, რა პრობლემების სახით გვიბრუნდება ჩვენ ბუმერანგად და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ, რომ სწორედ ამ პრობლემების სათავე შეიძლება იყოს გარემო ფაქტორების ცვლილება. დიახ, სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა, რომ დათვალოს ეს რისკები, გადაიყვანოს ის ისეთ ცვლადებში, რომელიც გასაგებს გახდის. და ჩვენ საუბრობთ ავადობისა და სიკვდილობის გაზრდილ ტვირთზე. Lancet Countdown-ის სხვადასხვა ტიპის უკვე ფართოდ ცნობილი პუბლიკაციებიდან ის რომ დაბინძურება გარემოსი იყო აქამდე არასათანადოდ შეფასებული და სინამდვილეში ის 9 მილიონზე მეტ სიკვდილს იწვევს ყოველწლიურად და რომ ეს ტვირთი თანდათანობით უფრო დამძიმდება გამომდინარე იმ ფაქტორებიდან, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და ზოგადად პრევენციული ღონისძიებების ნაკლებობაში, არაეფექტურობაში მთელ რიგ შემთხვევებში, რომელიც არ იძლევა საშუალებას ტრენდის კონტროლი მოხდეს. რა თქმა უნდა, ავადობის გაზრდილი ტრენდი. სხვადასხვა მიზეზების გამო. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს ჰაერს დაბინძურებას, რაც ნიშნავს სასმელი წყლისადმი ხელმისაწვდომობის შემცირებას, დაბინძურებას სასმელი წყლისას, საკვების დაბინძურებას და აქედან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის რისკებს, რაც ნიშნავს მათ შორის გაზრდილი ვეგეტაციური პერიოდის გამო ალერგენების მნიშვნელოვან ზრდას და თანაც ისეთ პერიოდებში, რომელიც მანამდე არ იყო ჩვეულებრივი ყოფის ნაწილი. როდესაც უკასრავად გერთობით, თქვენ ამ შემთხვევაში გულისხმობთ მაგალითად ყვავილობის ფაზახი მცენარეების, ბუჩქოვანი, ბალახოვანი მცენარეების, რომელიც ცვლის თვითონ ალერგიის მიმდინარეობასაც და იმ პერიოდსაც, როდესაც ადამიანი მოწყვლადია. დიახ, ეს პერიოდი, ეხლა გახლავთ, სრულიად გაუგებარი, ის შეიძლება დაიწყოს უკვე თებერვლის დასაწყისიდან და გაგრძელდეს პრაქტიკულად დეკემბრის ბოლომდე. ამ სტრესის ქვეშ იმყოფებოდეს მოსახლეობის ყველაზე უფრო სენსიტიური ამ საკითხისადმი ნაწილი. ეს ყველაფერი და დამატებით ამაზე მომეტებული და გახშირებული თბური ტალღების გამო სტრესი ორგანიზმზე, ადაპტაციის უნარის შემცირება, ისედაც მძიმე ტვირთი, მათ შორის საქართველოს მოსახლეობაში გულსიზარდთა დაავადებებისა, რესპირატორული დაავადებებისა ცხადია, ამძიმებს ამ სურათს და საჭიროება იმისი, რომ კარგად ვიცოდეთ, როგორი რეაქცია უნდა გქონდეს. მარტივი ღონისძიებების გამოყენებით, როგორ შეიძლება შევამსუბუქოთ ზემოქმედება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ხდება აბსოლუტურად თავიდან არაცილებადი ამბავი. ჩვენ გვესაჭიროება, რომ გქონდეს განათლება საკუთარი თავის ჯანმრთელობის მოვლისათვის, იმ მარტივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელიც ჩვენს ახლობლებს, ჩვენს ქვეყანას შეუმსუბუქებდა ამ ტვირთს. რამდენიმე დავასახელოთ, იმიტომ რომ ერთია, რაც ვთქვათ, სახელმწიფო დონეზე ან რომელიმე სტრუქტურის დონეზე კეთება, მაგრამ ბუნებრივია მაყურებელს გაუჩნდება კითხვა, თუ ასეთი გლობალურია ეს საფრთხები, მე ერთ ადამიანს რა შემიძლია გავაკეთო? სულ რამდენიმე წინადადებით რომ ვთქვათ. დიახ, სულ უფრო ხშირად არის საუბარი სწორედ პერსონალურ პასუხისმგებლობაზე, იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც ამძიმებს ამ პირიქით პერსპექტივაში მართვაც ხდის პროცესს. როდესაც ვღებულობთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის გადაადგილების საშუალება უნდა გამოვიყენოთ, ხო? ეს ჩვენი პერსონალური გადაწყვეტილება. მით უმეტეს შეძენის შემთხვევაში ამა თუ იმ სატრანსპორტო საშუალებისა. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია მხოლოდ პერსონალური პასუხისგებლობით ამისი განსაზღვრა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრელია ეს ფაქტორი. თუ კი გვაქვს არჩევანი, ვიმოძრაოთ ფეხით და არ გამოვიყენოთ სატრანსპორტო საშუალება, ჩვენია თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი
შეტანილი ფიზიკური აქტივობის გამოყენებით საკუთარი ჯანმრთელობის გაჯანსაღებაში. თვით ყველაზე უფრო დაბინძურებულ არეალებშიც კი ფიზიკური აქტივობა უფრო მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე არააქტიური ცხოვრების წესი. როდესაც გადაწყვეტილების მიღება არის საჭირო იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის საკვები პროდუქტები შევიძინოთ, როგორი ტიპის შეფუთვის გამოყენების შემთხვევაში, როგორ მივიტანოთ ის სახლამდე, გამოვიტყენოთ თუ არა ისეთი საშუალებები, რომელიც არის პლასტმასების შემცველი, მით უმეტეს მიკროპლასტმასების შემცველი და ასე შემდეგ. არ გამოვიყენოთ ერთჯერადი მოხმარების ნივთები და ასე შემდეგ. დღეს გახლავთ ძალიან მოდური, მათ შორის fashion ინდუსტრიაში ხმამაღლა საუბარი ამაზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით წარმოება ყოველდღიური გამოყენების საგნებისა, მათ შორის ტანსაცმლისა, ფეხსაცმლისა და ასე შემდეგ, ისეთი მასალებით, რომელიც იქნებოდა რეციკლირებადი, რომელიც ამ სუნთქვის საშუალებას მისცემდა დედამიწას და ნარჩენების წარმოქმნის შემცირება მოხდებოდა, რაც გახლავთ ძალიან სერიოზული ტვირთი, მათ შორის სათბური ეფექტის მქონე გაზების წარმოქმნის თვალსაზრისით. ძალიან დიდი მადლობა, ნია, რომ ამდენი წელია ხართ ჩვენი მეგობარი. მადლობა. და გვაძლევს საშუალებას უკანასკნელი პერიოდის მანძილზე დაგროვილი ინფორმაცია, ყველაზე ახალი ინფორმაცია, ცხადია, წინამორბედი მონაცემების გათვალისწინებით ჩვენამდე მოიტანოთ და შემდეგ გავუზიაროთ ეს ფართო საზოგადოებას. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი ქალბატონი ნია გიუაშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. როგორც კი ეკრანზე კვებითი შუქნიშანი წარწერა ჩნდება, აუცილებლად ეს წარწერა არის სამფერი გამოსახულების ფონზე. სწორედ ისე, როგორც შუქნიშანშია. დიახ, წითელი, ყვითელი, მწვანე, ამ შემთხვევაში რეკომენდაციებთან არის ხოლმე ასოცირებული ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო. სწორედ კვებითი შუქნიშანი გვეხმარება ეს სურათხატი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უკეთ დავიმახსოვროთ მიღებული ინფორმაცია, ჩვენი ასოციაციების დამსახურებით მეხსიერების კონკრეტულ უჯრებში მივუჩინოთ ადგილი. დღევანდელი საუბრიდან გამომდინარე, თქვენ ელოდებით, რომ დეტალურად ვისაუბრებთ გარემოს გავლენაზე კვების მოდელებთან დაკავშირებით. მაგრამ დღეს მე რამდენიმე ძირითად ფრაზას გაგიზიარებთ, ერთგვარი გზამკვლევის სახით, იმ გზამკვლევის სახით, რომელიც ხვალინდელ გადაცემასთან მიგვიყვანს. დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ პროდუქტებზე ყოველთვის დიდი სიფრთხილით, მაშინ, როდესაც გარემოს გავლენა უნდა გავითვალისწინოთ და განსაკუთრებით გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება იმ ყბადაღებულ ფრაზებს, რომელიც ჩნდება ხოლმე წარწერაში: ბიო საკვები, ეკო პროდუქტები, ორგანული პროდუქტები. ეს არის ის მიმზიდველი წარწერები, რომელიც ხშირად ადამიანების არჩევანს განაპირობებს. როდესაც ჩვენ პროდუქტებს ვირჩევთ, განსაზღვრელი უამრავი ფაქტორია. მათ შორის ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობა, ჩვენი კულინარიული უპირატესობების შესაბამისი არჩევანი, მაგალითად ჩვენი ეთნიკური კუთვნილება, რელიგიურიც კი. ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი შეიძლება იყოს ჩვენი საგემოვნო აღქმა პროდუქტებისა. მაგრამ თუ ჩვენ ფაქტორებს გამოვყოფთ, რა გვაკეთებინებს არჩევანს, მათ შორის აუცილებლად უნდა დავასახელოთ სუნი, რომელიც გვიზიდავს და ჩვენ ვირჩევთ პროდუქტს, გემო, რომელიც გვიზიდავს და ჩვენ ვირჩევთ პროდუქტს, ფერი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სატყუ არა შეიძლება აღმოჩნდეს, ჩვენ გვიზიდავს და ვირჩევთ პროდუქტს. აღარაფერს ვამბობ მდგომარეობაზე, როდესაც ჩვენ უკვე ვეხებით პროდუქტს და მისი კონსისტენცია ჩვენში მიმზიდველობას აღძრავს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მრავალ მითითებათა შორის განსაკუთრებით აინტერესებს თანამედროვე ადამიანს, რომელიც არ გრძნობს თავს დაცულად შექმნილ ვითარებაში იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, იზიდავს წარწერა დაცულობის შესახებ, როდესაც ორგანულია პროდუქტი, როდესაც ეკოლოგიურია პროდუქტი, როდესაც ბიოლოგიურად უსაფრთხოა.
არის თუ არა ასე, დღეს მე მხოლოდ კითხვას ვსვამ. პასუხს ხვალინდელ გადაცემაში შემოგთავაზებთ. დღეს ამით დაგემშვიდობებით და ტრადიციულად ჯანმრთელობას, დღეგრძელობას გისურვებთ.